მოგესალმებით მეგობრებო, სადაური კერძია ტოლმა. ტოლმა თურქული წარმოშობის კერძია და გავრცელებულია მეზობელ ქვეყნებში. ეს ქვეყნებია სომხეთის, აზერბაიჯანულის, სპარსული, ბერძნულის, რუმინულის, თურქული, ბანგლადეშურის და ასე შემდეგ. ძირითადად ვაზის ფოთოლში გახვეული ბრინჯის, ხახვის, გატარებული ხორცისა და სხვა ინგრედიენტთა ნარევია პოპულარული წარსახემსებელი კერძია. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებში ითვლება, რომ კერძი წარმოშობით აღმოსავლეთ თურქეთიდანაა და შემდეგ გავრცელდა ოსმალეთის იმპერიის სივრცეებში. თურქეთსა და სომხეთში ტოლმას უწოდებდნენ ნებისმიერ შეჭამანდს, რომელიც კომბოსტოს ყურძნის ფოთლებში, ბადრიჯანში ან ბულგარულ წტაკაშია გახვეული. ტრადიციული ტოლმა ვაზის ფოთოლში გახვეული ცხვრის, ხორცისა და ბრინჯის ნაზავია. სომხურ ტოლმას ან იგივე კომბოსტოს ფურცლებში ხორცისა და ბრინჯის გარდა ტოლმას ამატებდნენ კორიანდერს, ქინს, ნიახურს, პიტნას, ცხარე პილპილს და დამხმარ კარაქს. სუფრასთან როგორც წესი არანჟანთან ერთად მიირთმევდნენ.